სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ის ეხება რომაელთა წერილს, მე-14 თავს, მე მთლიანად წავიკითხავ ამ თავს. პიროვნებამ დარვინი, მისი სახელია დარვინი, არ ვიცი ესეთი სახელიც რო ყოფილა, არ ვიცი გვარი თქვა თუ სახელი, მაგრამ მე პირველად გავიგე ყოველ შემთხვევაში ჩარლზ დარვინი კი მქონდა გაგონილი, მაგრამ არ ვიცი ახლა გვარი დაასახელა თუ სახელი, შეიძლება ვიღაცამ სიყვარული დაარქვა კიდევაც მას ეს სახელი. ეხება მე-14 თავის, მე-14 მუხლს, სადაც ნათქვამია. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ არაფერია უწმინდური თავისთავად, მხოლოდ მისთვის არის უწმინდური, ვინც არაწმინდა ჩათვლის რამეს. აი ამაზეა ლაპარაკი და ჩვენ რო წავიკითხოთ მთლიანი კონტექსტი უნდა გავიგოთ, რაზე საუბრობს, რომ მე ამ კონკრეტულ კითხვასაც დაუბრუნდეთ, რაც დარვინს აწუხებს. ნება მომეცი წაგიკითხოთ ეს მთლიანი თავი. თუ მთლიანი არის ეს თავი და ეხება უკვე ძალიან საინტერესო რამეს უძლურ ძმებს. ესე იგი, როგორი პასუხისგებლობა გვაქვს ჩვენ უფრო გამოცდილ ქრისტიანებს და შეიძლება მე ვიყო სხვასთან მიმართებაში მეც უძლური და იყოს ჩემზე ძლიერი. გესმით, ასე რომ ძალიან საფრთხილო არის ეს საკითხი, ძალიან ყურადღებით მისადგომი უკვე პავლე გადადის პრაქტიკულ დარიგებებზე, თუ დოქტრინა განიხილა უკვე ამ წერილში და ეს არის ალბათ კულმინაცია ბიბლიაში, რომაელთა წერილი, აქ უკვე გადადის პრაქტიკულ დარიგებებზე, რაც ესმოდა მას, რაც ხდებოდა რომში ამ ქრისტიანებს შორის. რა პრობლემებსაც ჰქონდა ადგილი და გროვდება პრობლემები, იცით და სხვადასხვა წერილებში სული წმინდა გვე პავლეს მეშვეობით პასუხებს ამ გამოწვევებს, ხო? გახსოვთ კორინთოში რა პრობლემა იყო, გალატელებთან რა პრობლემა იყო, იცით ხო ყველა ეს პრობლემა, რომელიც გროვდებოდა უშუალოდ და ეს არის ზუსტად წერილები ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიაში, ეპისტოლეები, რომელიც იგნორირებულია საქართველოში საერთოდ, სადაც არის პრაქტიკული დარიგებები სული წმინდის მიერ, თუ რანაირად უნდა მოვიქცეთ ჩვენ ქრისტიანებს სხვადასხვა სიტუაციებში, დისციპლინის საკითხია იქ, ხომ ბევრი მიტევების საკითხია, ძალიან ბევრი უამრავი საკითხები, რომელიც განხილულია და აიქაც ერთ-ერთი მუხლი ამას ეხება. როდესაც ლაპარაკი იყო ებრაელ ძმებზე, რომლებიც შედიოდნენ იქ დაუშვათ და გაქრისტიანდა წარმართიც, გაქრისტიანდა ებრაელიც და მათ ჰქონდათ ეს თავისუფლება, ზოგს მიცემული ღორის ხორცის ჭამის, ზოგს კიდე არა. და აი ესეთ იმაზე ნახეთ უკვე რამდენ რამეზე შეიძლება ის უკვე გავავრცელოთ. და აქ ნახსენები იქნება სიგარეტის მოწევაც. რომ სიგარეტის მოწევა თვითონ თავისთავად არამორალური არ არის, ხომ? მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ჯანმრთელობას აზიანებს და თუ მე ეხლა პიროვნება და იშვიათად გამიგია მე რომ ქრისტიანები ეწეოდნენ იშვიათად, მაგრამ არიან ხო ესეთ პიროვნები, ალკოჰოლი ახლა კიდე სხვა საკითხი არის. ალკოჰოლზე ძალიან კაცრად არის პროტესტანტულ იმაში, რაც მე სწორად არ ვიმაჩნევ. სიგარეტის მოწევა იშვიათად მინახია იმაში ქრისტიანულ გაერთიანებაში, იშვიათად რა სიმართლე გითხრა. აღლაპარაკო მარიხუანა, რომელიც ახლა კანონით არ იგზალება. დღეს კანადაში კანონით არ იგზალება. პასტორმა რო აიღოს და მოწიოს ხო მარიხუანა, არავინ მას კანონიერად არ დაჭის, მაგრამ სწორი იქნება ამის გაკეთება და სიგარეტის მოწევაც სწორი გზავნილი იქნება, თუნდაც მაგალითად ქალბატონმა რო ვიღაცებთან იცით ზოგ კულტურაში გამიკვირდა ქალების მოწევა ჩვეულებრივი რამე იყო თურქეთში მაგალითად და მგონი დღეს საქართველოშიც ეს ჩვეულებრივი რამე გახდა. და აქ ნაკლებად არის და მამაკაცები მით უმეტეს მე ხშირად აღარ ეწევიან, მოდი ვთქვათ აქ მე ვერ ვხედა ყოველ შემთხვევაში და ისეთი ადგილებია, სადაც მე არ წუხდები მოსაწევად. გესმით, თუნდაც აი მარიხუანას მოწევა რო წავიდა, არ არის ეს ტოტალური იმით, იმიტომ რომ შეზღუდვებია. მთელი ცხოვრება აგვიგზავნეს პოლიციელს, მთელი ცხოვრება აგვიგზავნეს ჩვენც, ვინც ვართ ბძღოლები, გესმით, ესე იგი რომ შეიძლება ეს დარჩეს შვებულებაში თუ წახვალ, ხო, მოწევ მაგალითად და შეიძლება ეს დარჩეს დიდი ხანი და რომ შეგამოწმონ, ხო, ისე დაკარგავ ყველაფერს აბსოლუტურად. და პოლიციელს პირდაპირ გაგებით აეგზალათ მთლიანად, ასე რომ დიდი შეზღუდვები გამოიწვია მან. მიუხედავად იმისა, რომ ჯოგზე მიცეს თავისუფლება რომ მოეწიათ. აი ეს მე გეუბნებით კანადის მაგალითზე და არის ქვეყნები ავსტრალიაში, ამერიკაში არ დაურთიათ. საზღვარზე რო შევდივართ ამერიკაში, ყველაზე დიდი ალბათ რაც ჩხრეკვაც არის ის რომ მარიხუანა იაფად არ იქნას გადატანილი და ან გაყიდული ან ვინმეს და აპლიკაციაშიც ამერიკელებს დღესაც აქვს მოწეული ქონდა თუ არა ცხოვრებაში ქონდა თუ არა მოწეული საერთოდ მარიხუანა. გესმით რაზე ლაპარაკი? ესე ლაპარაკია, როცა საცხოვრებლად გადადიხარ ამერიკაში. ამაზე ფილმშიც არის, რამოდენიმე ფილმი შემიძლია გითხრათ, სადაც ეს პრობლემა იყო. ერთ-ერთი არის ფრანგული კოცნა, ძალიან კარგი მეგ რაიანის ფილმი არის.
და იქ არის ზუსტად მას პრობლემები შეექმნება მერე. Ამოდით ახლა წავიკითხოთ ეს და მოვისმინოთ თუ რაზეა საუბარი, ძალიან საინტერესო კითხვა არის, ძალიან პრაქტიკული და ჩემთვისაც კიდევ ჭკუის სასწაული. Რომ რამხელა პასუხისმგებლობა გვეძლება ჩვენ ვიყოთ მარილი და სინათლე და არ ვიყოთ არ დაუდოთ ცდუნების წაბორძიკების ლოდი ჩვენზე უმწეო ძმას. Ezadi პასუხისმგებლობა და შვილებსაც მით უმეტეს, ხო? რა ბედენაა თუ შენ ჭკუას არიგებ შვილს და ამ დროს შენ არ იქცევი ისე, რასაც ეუბნები, თუნდაც სიგარეტს ეწეოდე, თუნდაც მრუშობდე ან რაღაცას, რომელიც შეიძლება დააბნიოს და გზიდან ააცდინოს შენი შვილი. მოვისმინოთ რომელთა წერილის მე-14 თავი. რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო. ზოგჯერა რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს, და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს, რამე თუ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვის მონის განკითხველო, თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთ ძალუց მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში, ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს, ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არ ამიკვდება საკუთარი თავისთვის. ვინაიდან თუ ცოცხლობთ, უფლისათვის ცოცხლობთ და თუ კვდებით, უფლისათვის კვდებით. ამიტომ ცოცხლობთ თუ კვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მაშინ რატომ განიკითხავ შენ ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთისმსამჟავროს წინაშე? რადგან წერია, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიდრიგება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის ჩააბარეს ღმერთს ანგარიშს. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმჟელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდო ძმას. და მე-14 მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალი იესოში, რომ არაფერია უწმინდური თავისთავად, მხოლოდ მისთვის არის უწმინდური, ვინც არ აწმიდა ჩათვლის რამეს. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით უნდა ყოფავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. ასე რომ დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელსასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი მოსაწონეა ღვთისათვის და მისაღები ადამიანისათვის. მაშ ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას, საჭმლისათვის ნუ დაარღვევთ ღვთის საქმეებს, ყოველივე სუფთა, მაგრამ ბოროტი იმისათვის, ვინც ჭამს და ამითი სხვას აბრკოლებს. უჯობესი არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა. გააქვს წმენა, კონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ ძებს ჟავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ხოლო თუ ეჭვით ჭამს, ჟავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა. ნახეთ რა საინტერესო თავი არის, ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ კითხვასთან დაკავშირებით აი პიროვნება საუბრობს. მეც მახსოვს, მეც როცა ვიყავი და არ მესმოდა სწორად დაუშვათ ბევრი საკითხები, ხო? მე მახსოვს, რომ საბჭოური ცნობიერება უწოდეს იმას, რასაც ვერ ვიგებდი. და თურმე ესე არ ყოფილა, გავიდა წლები, გავიდა დრო და ბევრი რამე ჩემ გონებაში დალაგდა და ბევრი რამე გასწორდა. და ეს კომპლექსები დაუშვათ რაღაცას ვერ იგებდი, თურმე არ ყოფილა გასაგები და არ ყოფილა მისაღები ის, რაც მე მესმოდა, რომ ეს არასწორი იყო. მოდით ახლა მოვუსმინოთ ჩვენ დარვინს და დარვინი ამბობს ამას. გასულ კვირას, როდესაც ჯონ თქვენ საუბრობდით, თქვენ ბევრი მაგალითი მოიყვანეთ. სიგარეტის მოწევაზე, ყველა სხვა რაღაცა საქციელზე და მე გარკვეულწილად მესმის ეს პერსპექტივა როკ მუსიკაზეც, რომ როკ მუსიკის არსებობს სხვადასხვა სტილი. მე არ ვიცი ეს მთლიანად მესმის თუ არა, მაგრამ რამდენადაც მესმის. ამ მუხლის აზრი იმაში მდგომარეობს, როდესაც რაღაცნაირად არაფერია უწმინდური და ეს ეხება მუსიკასაც. თქვენ იცით გარკვეული ბიტები, გარკვეული როკის ბიტები თუ სხვა რამე თავისთავად არ არის რაღაცა ამორალური, ხომ? და არ შეიძლება იყოს რაღაცა არასწორი, ან ბოროტება ეს თავისთავად. და მე მინდოდა თქვენ უფრო დაგეკონკრეტებინათ ეს ეხება ეს ყველანაირ როკ მუსიკას და შეიძლება თუ არა როკ მუსიკა გამოყენებული იქნეს კეთილი საქმისათვის.
და ეს კითხვები ადრეც დაუსვეთ ბატონ ჯონს გახსოვთ და აი ახლა ნახეთ ბატონი ჯონი როგორ გაცემს ამაზე პასუხს. ნება მიმბოძეთ ნათელი შევიტანო იმ ჩემ ნათქვამში და იმაში თუ რას გულისხმობს ეს მუხლი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის ამა თუ იმ საგნის და ამ კონკრეტულ სიტუაციაში მუსიკის, რასაც თქვენ იყენებთ, თუნდაც სიგარეტის მოწევაზე ხლა არ არის საუბარი, მაგრამ რასაც თქვენ იყენებთ მუსიკის ჟანრზე, რა არის მისი მიზანი და რა რისთვის გამოიყენება, ესე იგი, რა კომუნიკაციის ეს საშუალება არის კომუნიკაციის, ხომ? და რა გზავნილს ახმოვანებს და რას აღძრავს, რა ნაყოფები გამოაქვს მას ჩემში. დიახ, მართალია ჯონ, ამას გეკითხებით მეც. აი მე შევეცადე გასულ კვირას რომ მეთქვა. ეხლა რაც კანონიერია, რაც სწორია თავისთავად და რაც მორალურია, აშკარად ყო ყველაფერი. ამაზე არ არის საუბარი. მაგრამ არის ისეთი რაღაცეები და მუსიკაც ერთ-ერთი ესეთია, რომ პირდაპირ მათ არ გააჩნიათ რაღაცა მორალური თანდაყოლილი თვისება. ვერ ვიტყვით ხო პირდაპირ გაგებით რომ მაგალითად მუსიკის ნოტი არის რაღაცა თანდაყოლულად მორალური ან ამორალური. მას არ გააჩნია ეს ღირებულება. მაგალითად დოლზე როცა ურტყავთ, ან საყვირის ჩაბერავთ, ან სიმს მოჭიმავთ. მათ თავისთავად არ გააჩნიათ რაიმე თანდაყოლილი მორალური თვისება. მაგრამ აშკარაა, რომ არის მუსიკა რაღაცა უნიკალური გზით, რომელსაც შეუძლია შექმნას ყველა სახის მორალური თუ ამორალური ემოციური და გარკვეული რეაქცია და გრძნობა, რომ აღძრას. ასე რომ ზედმეტად გამარტივება იქნება იმის თქმა, რომ მუსიკა ზოგადად არ არის მორალური. რაღაცა გარკვეული გაგებით. იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ისეთი მუსიკაც, რომელიც იქნება კულტურული იდენტიფიკაცია და მოახდენს კულტურულ იდენტიფიკაციას. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გამოვიდა სიმღერა სახელწოდებით The Stripper. იცით ეს არის სტრიპერი არის სტრიპტრისში, სადაც მონაწილეობს, ხშირ შემთხვევაში ქალბატონი, ხო? არიან მამაკაცი სტრიპერებიც, მაგრამ ქალზეა ხშირად სტრიპტიზი. და მე მახსოვს ამბობს ჯონ მაკარტური, რომ ეს სიმღერა რადიოში ძალიან ხშირად გაისმოდა ხოლმე. და ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს იყო სტრიპტრიზიორი. ასე რომ, როდესაც მე მესმოდა ეს მუსიკა, გულისხმობ, რომ ეს ყოველთვის აღზრდა ჩემში იმ განცდებს, რომ ეს იყო სტრიპტიზისადმი მიძღვნილი. ასე რომ, როდესაც თქვენ მუსიკის სტილს რაღაცა იდენტიფიცირებას ახსნით სტრიპტიზთან, შეიძლება მან მოახდინოს არასწორი გავლენები და აღზრას არასწორი გრძნობები. შეიძლება სიტყვებიც კი არ კონდეს მას და მარტო მუსიკამ, იმიტომ რომ იდენტიფიცირებაა ეს და სახელიც ქვია უკვე სტრიპტიზთან და უკვე ეს მუსიკა, ეს ჰანგები ახდენს ამასთან იდენტიფიცირებას და აღძრავს ესეთ გონებაში ესეთ აზრებს და ესეთ ფიქრებს. და ეს კონკრეტულად ძალიან ძლიერად გადმოცემდა კონკრეტულ ამ მესაჯს. ასე რომ მუსიკა შეიძლება ქონდეს კულტურული გაგება ამ ჟანრს და ამ ნოტებს და ამ თანამედროვე ბიტებსაც, ხო? მუსიკის ჰანგებს და ასეთი გზით მოახდინოს გავლენა ჩვენზე. მაგალითად, როდესაც ჩვენ გვესმის ჯონ ფილიპ სოუზა, არავინ არ ფიქრობს სტრიპტიზზე, რადგან მუსიკის ჟანრი ჩვენს კულტურაში არსებობს და ის სხვა გრძნობებს და ემოციებს აღძრავს. და მე ვაღიარებ, რომ ეს კულტურულიც იდენტიფიკაციას ახდენს, კულტურულია და კულტურული დატვირთვა აქვს. ის თავისთავად შეიძლება არ ამბობდეს ამას. უბრალოდ ის ახდენს იდენტიფიცირებას იმ კულტურულ გამოცდილებასთან, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში არის. თქვენ იცით და ადრეც მითქვია, რომ ჩატარდა ძალიან ბევრი ტესტები ამ მუსიკასთან დაკავშირებით. სხვადასხვა მუსიკალურ სახის დარტყმაზე. თუ რა რეაქცია ექნებოდა ცოცხალ ორგანიზმებს, როგორც ყვავილი იყო და რასაც ეძახიან ანაპესტიკურ დარტყმას, სადაც გაქვთ ორი გრძელი და მოკლე დარტყმები. და თქვენ წაკითხული გექნებათ ამ ტესტების შესახებ. რომ ის ყვავილებსაც კი კლავს. მძიმე, მაგალითად როკის ან მძიმე მეტალის ის ჟანრები. თქვენ დებთ რადიოს ყვავილებთან, ესე თქვათ, გამახმოვანებლებს
და როცა უკრავთ ამ ჟანრის მუსიკას, ეს ყვავილები კვდებიან. და მე მაინც ვიტყოდი, რომ ამაშიც შეიძლება ეს სიმართლეა, ხო? და ნამდვილად სიმართლეა, მაგრამ მაინც ვერ უწოდებ ჩვენ ამას მორალურს. იმიტომ რომ ყვავილების მოკლაც არ არის მორალური საკითხი. მაგრამ გარკვეული კულტურები ამ მუსიკას აძლევენ მორალურ იდენტიფიკაციას. და მე ფიქრობ, რომ ისინი ამას აკეთებენ. მაგალითად, მე მესმის სიმღერა რადიოში და შეიძლება თქვენ თქვათ, რომ თავისთავად ეს არ არის მორალური. ეს ნოტები არ არის მორალური, მაგრამ ეს მუსიკა, როდესაც მე უსვენ, მე მაიძულებს, რომ რაღაცა ცოდვაზე ვიფიქრო. რადგან ჩემმა კულტურამ ეს ასახა ცოდვილ ქმედებასთან, ამ მუსიკის და ამ სტილის საშუალებით. მაგრამ არის ისეთი სიმღერა, ისეთი მუსიკა, რომლის მოსმენის დროსაც, მაგალითად, ვიოლინოზე, რომ მე მიჩნდება ასოციაცია ლურჯ ცასთან და ქართან, რომელიც უბერავს მდელოზე. მე იმას გულისხმობ, რომ მუსიკას აქვს ძალიან ძლიერი გავლენა და მას შეუძლია ამის გაკეთება ჩვენი კულტურული ორიენტაციებისა გამო. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზედმეტად გამარტივება იქნება იმის თქმა, რომ როკ მუსიკა თითქოს და არ არის მორალური. რომ ნებისმიერი სახის როკ მუსიკა, თუ მასში ჩვენ სწორ სიტყვებს ჩავყრით და სწორ ლირიკას და სწორ ტექსტს შევიტანთ, ეს პატივს მიაგებს თვით უფალსაც კი ღვთისმსახურების დროს. მე არ მჯერა ამის. მე ფიქრობ, რომ არსებობს მუსიკის ისეთი ჟანრი, რომელსაც აქვს გარკვეული კულტურული იდენტიფიკაცია და შეუძლებელია ისინი ქრისტიანული ხალხურ ენაზე გადმოიცეს. და არ გადალახოს მან ის ზღვარი და არ შეიტანოს დაბნეულობა მსმენელებში. რის გადმოცემასაც და კერძოდ ამ დროს სახარების იქნება თუ ბიბლიური ჭეშმარიტებების გადმოცემა შენაპირებთ. გასაგებია? დიახ, მადლობთ, გასაგებია, ჯონ.